ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. მინდა დავლოცოს ოჯახი და ყველანი, ვინც ცხოვრობს ამ ოჯახში და ვინც გვიკურთხებია. რა თქმა უნდა, უფალს ყველაფერი უხვად აქვს, უფალს არაფერი არ ენანება ჩვენთვის და ვინც ითხოვს, ყოველთვის მიეცემა, რასაც ითხოვს და როგორც ითხოვს სასუფეველი ცათასთვის, რაც არის სიმართლე და სასუფეველი ცათა. ანუ ის რაც მთავარია მისთვის და მის სულის სამშვილისა და სხეულისა მთელი ადამიანობის მისი არსებისათვის აუცილებელია. ნუ რა ვისგონია რომ თუ არ ითხოვს მაინც მიეცემა. ითხოვდა და მოგეცეთ თქვენ უნდა თქვამია. მიიღებს ღვთისაგან, მაგრამ რომ მიიღებს კიდევ ის მეორე მომენტია, როცა მიიღებს ადამიანის ყავლობას, დალოცვას, ღვთისაგან დაწყებული კურთხევით, დამთავრებული უბრალოდ კურთხევით, დავუშვით უბრალოდ გაგიანად კურთხევით აღებით, მადლიერების გზნობა უნდა კონდეს და მადლიერება უნდა გამოხატოს. ღვთის პირველ რიგში ღვთისადმი, მერე მოყვასისადმი და რა თქმა უნდა მთელი სამყაროსადმი. მაგრამ ზოგს უმადურობის გზნობა ახასიათებს, მით უმეტეს ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში უმადურობის გზნობა კარგტონად იქცა მე მგონი და როდესაც უმადურობა გამოიხატება ადამიანის მიერ, პირველ რიგში ზეცის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ესეთი ადამიანი, რაც მიუღია ღვთისაგან მიუღია და რატომ იჩემებს რომ თავით თვისით აქვს. მიუღია ღვთისაგან და რაც მიგიღია, რატომ მგონია რომ შენია. მიგიღია, მაგრამ ღმერთმა მოგცა გათხოვა ასე ვთქვათ, ღვთის საიდუმლო სულის საცხოვრებლად გამოყენებისთვის მოგცა, გაჩუქა, არაფერი არ ენანება, გათხოვა, გაჩუქა, გასესხა, რა ვიცი როგორც გინდა. ნებისმიერ შემთხვევაში ღვთისაგან ყველაფერი მოცემული გვაქვს იმისათვის, რომ მაქსიმალური და მინიმალური პირობებით იმისათვის, რომ წინ წავიდეთ. ჩვენ აქ დგმურები ვართ. ეს სამყაროც ჩვენი დროებითი სამკვიდრებელი, არაფერი ჩვენი აქ არ არის და მესაკუთრეობის ტენდენციები, რომლებიც დღეს ასე გავრცელებულია, ესეც არ არის სწორი. მაგრამ უმადური ადამიანი თუ არ გამოსწორდა, მისი პერსპექტივაში მოღალატე რჩება ღვთისა, მოყვასისა. ანუ დღეს უმადური ხვალ მოღალატეა და გამყიდველია და ზურგის შემაქცეულია. ღვთისაც, მოყვასისაც და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისადმი. იმიტომ რომ საკუთარი თავის კრიზისი, საკუთარ თავში ჩაკეთვა და ამოწურვა, თვითამოწურვა, თვითვამპირიზაცია, თვითგანადგურების პირველი კანდიდატია უმადური ადამიანი და რომელიც უკვე მოღალატეა პოტენციალურად. ამიტომ დაწყებული სახლის კურთხევიდან დამთავრებული ნებისმიერი სხვა კურთხევით თავის დამდაბლების ფონზე ადამიანი უნდა მადლობელი იყოს ღვთისა და მოყვასისა, მოზღვრისა და ასე შემდეგ. გახსოვთ სიმდაბლეთა სიმაღლე, ხო? მაგრამ თავდაბლობა ეს ისეთი სათნოება, რომელიც პირდაპირ კავშირში არის მოთფინებასთან, ბმაში არის მოთფინებასთან, რომელმაც მოითფინოს ბოლომდე სრულიად იგი სხონდეს გახსოვთ. ამიტომ ნეტარია კაცი, რომელიც მათ დაითფინა. განსასწრელი იქნება ეს თუ დისკომფორტი იქნება თუ მარხვაც დისკომფორტია, უნდა ჩვენ სპეციალურად გვაქვს მოცემული ეს პერიოდი ის დისკომფორტი, მარტო ყოველკვებითი რაციონის დისკომფორტი არ არის ეს და მენიუს დისკომფორტი. ყველანაირი ასე ვთქვათ თავშეკავება სულიერი მარხვის ფორმატში ევალება ადამიანს, ამიტომ ეს რაც გვევალება ეს დისკომფორტი, ესეც მოთფინებაში გვავარჯიშებს, რათა თავარზე ვიფიქროთ და გვირგვინი მივიღოთ, ასე ვთქვათ, სიცოცხლის. ღმერთმა აუღუთქვა თავის მოყვარულთ, როგორც ამბობს იაკობ მოციქული, ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარულთ ყოველივე, ნუ რავინ იტყვის განსაცდელში, ღვთისაგან განმიცდებია, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის, არავის წვალება, წამება, ცოდვაში გამოჭერა და დასჯა ღვთის თვითმიზანი არ არის. უფალი წყალდობა მნებავს და არა მსხვერპლიო და არა სასჯელი და ადამიანის ცოდვაში გამოჭერაო. როგორც ერთ-ერთ ლოცვაშია, უძველეს ლოცვაში თქვა, უფალოა ევედრება ღმერთს ადამიანი, ჩემი გადარჩენის მაძიებელო, ჩემი ცხოვრების მიზეზის, ეს იგულისხმება, ჩემი ცხოვრების გამართლების მიზეზის რაღაც საბაბის მაძიებელო, რომ მე როგორმე რაღაცა მიპოვო ისეთი და ღმერთმა ყველაფერი იცის ჩვენი. ჩვენ არ ვიცნობ ჩვენ თავს ისე როგორც უფალი გვიცნობს ჩვენ. მამის მაძიებელო და არა ჩემი ცოდვაში გამომჭერო და ჩემი სასჯელის მომვლენელო. ქრისტიანობა ეს არის სასჯელის ქვეშ ცხოვრებით შიში და არა თავის დაკლინებით და გაუბედურების ფონზე შიში. ამის ფონზე შიში ცხოვრება, ეს არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა თავის დამდაბლებაა, რომელშიც უდიდესი სულიერი სიმდიდრე და სიმდიდრის თაიგული იგულისხმება. და არა მხოლოდ ის რომ
შიში იყოს ადამიანის სასჯელისა და რაღაც ეპიდემიისა და სულიერ ესე ვთქვათ ტანჯვისა. რა თქმა უნდა, უფალი არავის არ ცდის. არამედ ყოველი გამოიზრდება თავისი გულისხმით, რომელიც წარიტაცებს და აცდურებს მას. მერე გულისხმა ჩასახავს და შობს ცოდვას და მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს. ანუ პირველ რიგში სულიერი სიკვდილი იგულისხმება. სხვათა შორის სულიერი სიკვდილი ეს არნიშნავს, რომ ადამიანი გარდაიცვლება. ეს ამას არნიშნავს. სულიერი სიკვდილი შეიძლება ფიზიკურად, ფიზიოლოგიურად სულის სამშვილდე სხეული ფუნქციონირებდეს, მაგრამ სულიერად განშორებული, მეტაფიზიკურად განშორებული ადამიანი ღვთისაგან გაუცხოვებული, ღვთისაგან სულიერად მკვდარია. და სხვათა შორის პარადოქსია, მაგრამ საოცარი წესი არსებობს, ძველი ბრძოლის წესი, პანაშვიდი ცოდვით მკვდარისათვის. ცოცხალი ადამიანი, პანაშვიდი. როგორც ცოცხლად, ანუ ცოდვით მკვდარისათვის ცოცხალ ადამიანს. ასე თქვათ, ეს რაც ეპიდემიური გამწმენდელი ლოცვა არის, რომლებიც დიდი წესი არის, დიდი კანონი, თავისი ეპიდემიით, თავისი ყველაფრით, ხლა ეს დიდი თემაა, მაგრამ აი ესეთი ლოცვაც არსებობს. ცოდვით მკვდარისათვის, ანუ როცა ადამიანი ცოდვას იდენს, მომაკვდინებელ ცოდვას და მას აძლევს არ ასე თქვათ ინანიებს და პირიქით ამ დემონიზმში მკვიდრდება, იგი გაუცხოვდება ღვთისაგან. და ეს შობს სულიერ სიკვდილს, ანუ ღვთისაგან მოშორებულ მეტაფიზიკურად დისტანცირებას ღვთისაგან. ყოველგან არის, ყოველსავე აყავსებს ღმერთი, ყოველგან არის, მაგრამ ზოგჯერ ესეთი ადამიანები ღმერთში არ არიან თვითონ, თორე უფალი ყოველგან არის, მაგრამ თვითონ ადამიანი სულიერად და მისტიკურად თავს უცხოდ დაყენებს ღვთისაგან და მადლს, რომელიც მასზე და ყოველგან გარდამოდის, გაუცხოვებულია ამ მადლისთვის და არ იღებს ამ მადლს, არ ისისხორცებს მადლს ღვთისას. ნუ შეესწავლეთ ეს ახლა იაკობ მოციქულის ეპისტოლის მოვაყოლე. ნუ შეესწავლეთ ჩემო საყვარელო ძმებო, ამბობს წმინდა იაკობ მოციქული. ყოველი კეთილის საბუძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მადლისაგან არის გადამოსული. ნათელია ნათელთა მამისაგან, რომელთაგან არ არის, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილის ცვალებადობისა. მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველ ნაყოფი მის ქმნილებათა შორის. აი ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთმა არაყოფიერიდან ყოფიერში მოგვიყვანა. ჯერ მარტო ადამიანსაც სვამს ესეთ კითხვას, რა არის ჩემი ცხოვრების საზრისი, ეს უკვე კარგია, რა თქმა უნდა, ეს უნდა სულ დავსვათ და ეს ცხოვრების საზრისის შემეცნება პროცესია. ეს არის ერთი დღის საქმე, რომ აი ერთი დღეში დავსვი ეს კითხვა და ერთ დღეში ამოუწურავი პასუხი მივიღე ცხოვრების საზრისის შესახებ. ეს არის, ამას უნდა მუშაობა, ამას უნდა სწავლა, ამას უნდა გამწმენდელი ტკივილების ატანა. ამას სჭირდება აუცილებლად თვით შემეცნება ქრისტეში, თვით ჩაღრმავება, ძიება, შემოქმედებითი ვიტყოდი, თუნდაც აი შემოქმედი ადამიანი ხართ აღარ ხო ვიცი, ხალხურები ასე შემდეგ რეჟისორები და სხვა. აი ესეთი ადამიანები მით უმეტეს შემოქმედებითი, ანუ თავისი საქმიანობის ლაბირინთი, თავისი საქმიანობით გზით ეძებენ გამოსავალს ამ ლაბირინთიდან, რომელიც გამოსავალი არის და ყოველი ასე ვთქვათ, ამოცანის, ყოველი შიფრის, ყოველი სულიერი შიფრის, ასე ვთქვათ, ყოველგვარი დილემის, ნებისმიერი გამოუცნობი რაღაც ჩვენთვის მოცემული განტოლების, ცხოვრებისეული განტოლების ამონახსნი ყოველთვის არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დიდი ბაბის სახელს. ის არის ყოველივეს ამონახსნი და ყოველივეს პასუხი. უნდა აქამდე მისვლა არის საჭირო ჯერ. ამიტომ ეს გზა ესე სინზე მორთმული ვერ იქნება და ამ გზას ყოველთვის დაანახლავს გამწმენდელი ტკივილები ვახსენე, როგორც ირიბად ხახუნი ამას სოფელთან, ჩვენს ეგოსთან, ამას სოფელისთან, ჩვენი ეგოს ხახუნი შობს საშინელ პროცესებს, რომლებიც გარეთ აგდებს ჩვენგან და განწმინდავს ჩვენს ეგოს, იმიტომ რომ ხახუნი ამას სოფელთან ჩვენი ეგოსი არასდროს არ თავდება დადებითად, იგი ყოველთვის დამშრალ პროცესებთან არის დაკავშირებული. ჩვენი მე რომელსაც ზოგს გონია რომ ის არის მისი პიროვნების ნამდვილი არსი, ეს არის უბრალოდ შეგრძნება ამასობელთან მისი ეგოიზმის ხახუნისა და მისი ჭეშმარიტი მეს შესახებ ქრისტეში, რომელიც უნდა განიხდოს, წარმოდგენაც არ აქვს. მაგრამ ხახუნი ამასობელთან და გადაკვეთა ამასობელთან ამ საფარველს, ამ ზღვარს ადამიანის ჭეშმარიტ მესა და მის მასტურ ეგოისტურ გულისხმებს შორის ზოგჯერ განსასწრებით, სხვადასხვა ტიპის ტკივილებით, სულიერით, ყოველთვის არასასიამოვნო ზოგჯერ გზაზე სიამოვნო დაცემებით, თვით გამოცნობით, თვით გაცნობიერებით, თვით შემეცნებით
განწმენს და აცილებს ამ ზედმეტს, რაც უშლის ადამიანს, რომ დაინახოს თავის ჭეშმარიტი არსი. ამიტომ როდესაც ჩვენ ამ ცხოვრებაში ბევრი არასასიამოვნო რამ გვემთხვევა ხოლმე, მადლობა უნდა შევცეროთ ამაზე ღმერთს თავში რა მადლობა ვახსენე, ახაც უნდა მადლობა ვთქვა. გვიყავდა თავიდმე, ზურგი შეგვაქცია, უმადურობა გამოიჩინა, ტაბლაზე ფეხი გვიკრა, ასე ვთქვათ. შენი ხელიდან ჭამდა და იმ ხელს მოუნდომა ზიანის მიყენება. ზურგს გაქცევს და უმადურობას არაპროპორციულ ნეგატივს გივლენს ბუნებრივად შენგან გამოვლენილ არაეგოისტურ კეთილ განწყობასა და სიკეთეზე არაპროპორციულად ნეგატიურ ასე ვთქვათ შედეგებს გივლენს და ткенს გულს. ამაზეც მადლობა უნდა ვთქვათ, ხო პარადოქსია, მაგრამ დიდება ღმერთს. რატომ? იმიტომ უნდა ვთქვათ მადლობა, ძნელია, მაგრამ ყოველივეზე მადლობდეთ რა თქმა უნდა. მაგრამ ძნელია, რატომ? იმიტომ ესეც არის ჩვენი თვითშემეცნებისათვის. რომ ჩვენ არ ასე ვთქვათ დავმარილდეთ და არ ჩაუბეტონდეთ რა საერთოდ. რომ სიცოცხლის უნარჩვევა და თავისუფლების ხარისხი არ შეგვეზღუდოს და ვიაროთ წინ, რომ ეს ნარჩენები ჩვენი ცხოვრების შემოქმედებითი პროცესისა, ჩვენი ცხოვრების ქრისტეში შემოქმედებითი და ქრისტეში თვითშემეცნების პროცესის ნარჩენები, ნალექი, შლაკები, როგორც ეთქვიან, ესე ნალექი, ის შლაკი არ არის ქართული წყობა, მაგრამ ეს ნალექი, ხო, რო კარგად გავამეხათ ეს მინდოდა დამეთ. ეს ნალექი, ნაშრეთ, ნაწრეთი თუ რაც ქვია, ხო, ეს რაც დაილექება, რაც გამოსაგდებია, გასარიყია. ეს თავისთავად უმტკივნეულოდ არ გავადეს, ეს ის არის. რაცადაც ჩვენ გული ვტკივა, ეს ის ნალექია, ეს ის ნარჩენებია. და გაუღიმოთ, გადავსახოთ ჯვარი და ვაპატიოთ მათ თავისი ტრაგედია და თავისი ასე ვთქვათ ტანჯვა ეყოფათ. იმიტომ რომ ისინი უკვე ცუდად დაამთავრეს კი უკვე ცუდად არიან. ესეთი ადამიანები კარგად არ არიან. ისინი უკვე ცუდად არიან და ესე კიდევ უარესად ამთავრებენ. თუ იმ შანსს, რომელსაც ღმერთი აძლევს მათ მოქცევისა არ გამოიყენებენ. როგორც წმინდა იოანე მოციქული და სიყვარულის მოციქული და ჩვენი ტაძრის რომელსაც მსახურობ მოციქული ამბობს, თუ ვინმე ამბობს ღმერთი მიყვარსო და თავისი ძმა კი ზულს, იგი ცრუა. რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღმერთი მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. და თუ შენ უმადური ხარ შენი ძმისა, შენი მოყვასისა, მოძღვრისა და ასე შემდეგ, დისა, ძმისა და ასე შემდეგ, ხო? შენ უმადური ხარ ასევე ღმერთისაც. თუ შენ მოღალატე ხარ შენი ერთგული ადამიანებისა და გამყიდველი ხარ, შენ ქრისტეს მოღალატეც ხარ. ამიტომ ნურავის ნუგონია, რომ ეს პროცესები კარგად თავდება. ხა ეს დიდი თემაა, ცოტა გადავედი სხვა თემაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისევ და ისევ როგორც ისევ და ისევ იაკობ მოციქულის და იაკობ მოციქულების და რიგივე ჩვენთვის უძვირფასესია ვახსენო ეპისტოლე. პირველი ეპისტოლე, ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ. როდესაც მრავალგვარ განსაცდელს წააწყდებით. რა კი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოსთა მოთფინებას შობს. მოთფინებას კი კონდეს სრულყოფილი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი. თუ რომელიმე თქვენგან ზაკლია სიბრძნეს, თხოვოს ღმერთს, ითხოვდა და მოგესალმებით. ყველასათვის უხვად და დაუყვედრად გასცემს და მიეცემა. წმენით და ეჭვის გარეშე თხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს. ნურც გონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რაიმეს. ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყოველ გზაზე. ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია, უფლის მოშიშნი იპოვიან მას. მინდა რომ დაგლოცოთ და გზახსნილი ქონოდეთ ღვთისაიდუმლო სრული სასწაულებლად. ვიყოთ კეთილ განწყობილდი ერთმანეთსადმი, მეტი სიყვარული ქონდეს, მეტი თანაგანც და როგორც პავლე მოციქული ამბობს, მინდა პავლე მოციქული თვირთი ურთიერთობას იტვირთეთ, ეს თაღასრულს ჟული ქრისტესი და იქნება ყოველივე ისე, როგორც უფალს უნდა იყავნება შენი, ვეთაცაც ათაშინა ეგრეცე ქოხებსა ზედა ამინ.